ახალშენის თემში მოსახლეობა კარიერის მოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტას მოითხოვს. მოთხოვნის მიზეზი ყოფითი პრობლემები გახდა, რომლებსაც ადგილობრივები კარიერის მოსაპოვებლად მიმდინარე აფეთქებებს უკავშირებენ. ტაშხანის დასახლებას თითქმის 10 დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. ტაშხანის უბანში მცხოვრებთა განცხადებით ტერიტორიაზე, სადაც კარიერის მოსაპოვებლად აფეთქებები წარმოებს, სასმელი წყლის 9 აუზი ფუნქციონირებდა. იმის გამო, რომ სამუშაოები აუზებისგან 10 მეტრის რადიუსში წარმოებს 4 წყარო დაიკარგა. დარჩენილი სასმელი წყალი კი ახალშენის მოსახლეობას ვეღარ აკმაყოფილებს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აუზებიდან მოსახლეობა უვარგის წყალს შეფერხებით იღებს. ადგილობრივებთან ერთად დღეს განცხადება ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა ვახტანგ კახიძემ გააკეთა. საკრებულოს წევრი საეჭვო გარემოებებზე საუბრობს და შექმნილ პრობლემებზე პასუხისმგებლობას გამგეობას აკისრებს. ვრცლად თემის შესახებ დღის მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ. Აკე 40 ტონიანი ბასეინი იყო იმ დინმა აფეთქებამ დაშალა წყალი და წყალი გვეკახა. აკოთებული ვართ ხალხ, ხადმე და წყალი არ შემოდის ჩვენთან. და ამფრად გვამწვალებ ეკაცო. შევი მიზანი არის ბევრ თავილაბარაგებ, ეს ტრანსპორტნა გებიდეს და ჩავკეტავ ჩვენ გზას. აფეთქების შედეგად ბასენის 10 მეტროში, ბასენიდან 10 მეტროში ხდება ტრაქტორის მუშაობა, ასე რომ ვთქვა რა. და ტალახიანი ღვარი მიედინება ბასენში. შემდეგში ამაში ონკანში ჩვენ ვიხილავთ რა, გავაგებთ და ონკანში მოდის სუთა წყალის მაგიერ ტალახიანი წყალი. ამას ვამს ბოშვი, ამას ვამს მოხუცი. ეჭვს ბადებს და მე მოვითხოვე საკრებულოს ხომაზე საპროექტო პროექტი ამ გზის გაყვანის შესახებ ვერ წარმოადგინეს. აქედან გამომდინარე ეჭვს ბადებს ეს არის უკანონოდ და დარწმუნებული ეს უკანონოდ არის გაყვანის ეს გზები. ასევე აწარმოებენ კოორდინატებს არიცავენ და კოორდინატ გარე აწარმოებენ მოპოვებით სამუშაოებს. იქიდან გამომდინარე რომ მე არაერთხელ დავაყენე საკრებულოს ხდომაზე ეს საკითხი და აღმასრულებელი ხელვაჩაურის აღმასრულებელი ხელისუფლება არ დაინტერესდა ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს რომ აქ მათ შორის რაღაც გარიგებები არსებობს.